მოწვევისთვის მივესალმები მაყურებელს. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ, ეს არის ეს ეხება ლიდერებს და ხვალ ჩვენ არ შეგვეხება. ამ ლიდერებს, ამ აქტიურ ადამიანებს აკავებენ, იმიტომ რომ ივანიშვილის განზრახული აქვს, რომ დაატყვევოს, დააკავოს საქართველოს მომავალი, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გადააქციოს ჩიხად, ჭაობად, რომ მისი აი ნახეთ ხო წინ უყურებდით კობახიძის ბიზნეს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს, რომ გადააყენა თითქოს ახლა ეკონომიკის მინისტრის სხვა იქნება და ამით რამე გვეშველება. ანუ რაზე ვლაპარაკობთ, რომ 2 მილიონს ედავება თვითონ მეც ხო ქართული ოცნება თავის ესე იგი მინისტრის მოადგილეს. ამ დროს როცა ჩვენ გვეუბნებიან აქ რომ deep state-ია პრობლემა, ევროპა არის პრობლემა, ამერიკაა პრობლემა, ეს ხალხი იპარავენ, ეს საქართველოს რატო ჭირდება ძალაუფლება? იმისთვის ჭირდება, რომ ხალხის ძარცვის უფლება გაიხანძლებონ. არ იფიქროთ, რომ გიორგი ვაშაძეს აკავებენ, იმიტომ რომ რამე დანაშაული მიუძღვის ან ნიკა გვარამიას, ან ჯაფარიძეს, ან მამუკა ხაზარაძეს, ზურა არ გამომჩეს, ზურა ჯაფარიძეს. ანუ ეს ყველაფერი ხდება იმის რომ ხმა არ მოიღოს არავინ იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ეხლა წარმოვიდგინოთ მომენტი, რომ არჩევნები არ გაყალბებულიყო. ეხლა ვიზების შეჩერებაზე კი არ იქნებოდა და უვიზოს გაუქმებაზე საუბარი ევროპასთან. ეხლა ჩვენ ვისაუბრებდით იმაზე, რომ საქართველოს როგორ უნდა გახდეს დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი. აი ეს ამას ეხობება ბიძინა ივანიშვილი, ამის დატყვევებას ცდილობს, ამის დაკავებას ცდილობს და აი ამიტომ ვინც არიან აქტიური წინაპლანზე ადამიანები, ამათ დაკავებას ცდილობს. რა უნდა იყოს, როგორ უნდა გაგრძელდეს, ხო? რა უნდა იყოს? პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს, მეგობრებო. ეხლა არის საქართველოს გადარჩენის პოლიტიკა და სულ მიმეორებ და გავიმეორებ, როგორც მერაბ კოსტავაი ამბობდა, ყველაზე დიდი პარტია არის საქართველოს და უნდა გავერთიანდეთ ამ დიდ პარტიაში. ეხლა რეჟიმს უნდა რომ ამ დაკავებებით მიაღწიოს დუმილს. ანუ ყველამ თქვას რომ მაინც არაფერი არ იცვლება ბიძინა, მაგარია შევეგუოთ და ვემორჩილოთ, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. პირიქით, რაცაც უფრო მეტად დავთმობ და რაცაც უფრო ჩუმად ვიქნებით, უფრო მეტს გაგვიბედავენ, უფრო მეტს მოიპარავენ და უფრო გაუღარიბდებით. უფრო მეტი ქართველი გაიქცევა საქართველოსთან. აი ეს რეალობა, ასე დავინახოთ. ეს სისულელია დანარჩენი ყველაფერი, რომ ვიღაცა ამის წინ უყურებდი ხო პროპაგანდისტულ არხზე, რომ შემთხვევით ვნახე, რომ აი deep state-ის მომძერავ ერთი გლეხი ამბობდა. რა deep state-ი, ხალხო, deep state-ი არის ვინც კპარავს. ის მინისტრის მოადგილე, მინისტრები, პარლამენტის წევრები, რომლებიც თქვენ ფულს იპარავენ ყოველდღე. ყოველდღე კპარავენ ფულს, იმიტომ არ არის ბიუჯეტი არის სერიოზული, მაგრამ ხალხამდე არ მიდის. უამრავი ქართველი მიდის საქართველოსთან. ეს ხო რეალობაა, ამას ხო ვერავინ ვერ გაიცნობს. რა მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა, შეიძლება სხვავენ კითხვას. 12 წლის თავზე გარდაცვალება უფრო მეტია ვიდრე შობადობა. აი ეს მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა. სიკვდილი, მეტი არაფერი. ბატონო, დღეს ვუყურებდით და არა მარტო დღეს, გუშინაც ზუსტად ისეთივე სურათი იყო, როგორც დღეს თქვენს პარტიულ ოფისთან. რამდენიმე საათით ადრე მოაბილიზეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მაშინ როდესაც ჯერ მოსამართლის გადაწყვეტილება გამოუტანდა თუ არა პატიმრობას სასჯელად, არავისთვის ცნობილი არ იყო, ყოველ შემთხვევაში ეს გამოცხადებული არ იყო და შემდეგ უკვე რაღაც კორდონები გააკეთეს იმისთვის რომ გიორგი ვაშაძე პარტიული ოფისიდან გაიყონათ, როდესაც ის თავისით მიყვებოდა. რას ცდილობს ახლა ქართული ოცნება? ერთის მხრივ ეს არის ძალის დემონსტრირება თუ სამაგალითო დასჯა, რომ ვით ჩვენ არ გვაღიარებთ ყველა მოხვდებით ციხეში? აი ფსიქოლოგიურად შევხედოთ ამ ყველაფერს და აუცილებლად გიორგი ვაშაძეზეც ვიტყვი. ადამიანი რის მტკიცებას იწყებს ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისეა რეჟიმიც, ისეა ივანიშვილიც, ისეა კობახიძეს. რის სისუსესაც გძნობ, რის ნაკლებობასაც გძნობ, გინდა რომ ის დაამტკიცო, ის შეავს. რეჟიმი გძნობს ახლა რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, მხარდაჭერის პრობლემა აქვს და ძალაუფლების პრობლემაც აქვს და ცდილობს რომ დაამტკიცოს, რომ ძლიერია, აგერ ვიჭერ, რასაც მინდა ვაკეთებ, მაგრამ ესე დიდხანს ეს რომ ჭრიდეს ეს მეთოდი და ეს რომ გამოსავალი იყოს, მაშინ ეს ავტოკრატები, ვინც ვიცი ჩვენ სოფლიოში, ყველა დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდნენ, მაგრამ სულ 5-6-ია შემორჩენილი სოფლიოში. დანარჩენი ესეთი ავტოკრატები, ვინც საკუთარი ხალხის წინააღმდეგებს, ბევრი არ არის. ანუ ეს მექანიზმი არ მუშაობს. ეს შეიძლება დრო მოიგოს და გიორგი ვაშაძე ამბობდა, ხო, დამარცხებისთვის განწირული რეჟიმი. შეიძლება დღეს ასე გამოიყურება, მაგრამ დამარცხებისთვის არის განწირული, როცა შენ გზას ირჩევ ძალაუფლებაში ყოფნის საკუთარ ხალხთან ბრძოლის, დაჭერის გადასკოჩვის ჟარგონს გამოვიყენებ მედიისგან და რომ არავინ არაფერი არ თქვას. რატომ გაიქცნენ მედია ეთერებიდან? აი მაგალითად თავის პროპაგანდისტულ არხზე მაინც მიიყვანონ და გვამხილონ ეს ოპოზიცია. ვერაკეთებენ. რატო ვერაკეთებენ? ნუ არაფერი არ აქვს სათქმელი. არც გაკეთებული არაფერი არ აქვს. ის კიდევ ერთხელ გამიმეორებ, მშვიდობას მოგვაქვს, მშვიდობას ვიცავთ. არ არსებობს ირანის და რუსეთის გზით მოტანილი მშვიდობა. ბუნებაში არ არსებობს. მშვიდობა არის ძლიერი ამერიკა, ძლიერი ევროპა. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ხედავდით იყო ადამიანებს ბრძოლის განწყობაზე მხნეთ და ძალიან კარგი სიტყვა თქვა და გამიმეორებ რა დაკავებით წინ რას თქვა რომ მე გავდივარ ახლა ზუსტად იმ გზას რაც ღირსეულმა ქართველებმა გაიარეს თავისუფლების გზაზე. მართლა ესეა.
ბრძოლა გრძელდება. ციხე ალბათ შეიძლება ბრძოლის მეთოდები, იმიტომ რომ პოლიტიკური ლიდერები იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები არიან და რომლებმაც არ აღიარეს პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერები, უკვე გისოსებს მიღმა არიან. ალბათ შეიძლება ბრძოლის მეთოდები. თქვენ გუშინაც გქონდათ შეხვედრა, დღესაც მიმდინარეობდა ეს შეხვედრები. როგორი უნდა იყოს და იქნება სტრატეგია ოპოზიციური პარტიების? გიორგი ვაშაძე და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეხლა არ არის ვიწრო პარტიული პოლიტიკის დრო. და ფაქტობრივად მაქსიმალურად ვერიდებით, რომ სტრატეგია აღმაშენებელი, სხვა პარტიებს უყვართ ეს საუბარი. ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტიული პოლიტიკისთვის სივრცე არ დარჩა. ეხლა უნდა ვაკეთოთ საერთო ეროვნული, პირდაპირ ეხლა არის რაღაცა ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის პროცესის დრო არის, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა კომუნისტებსაც კი ასე ყველა ლიდერი დააკავეს აბსურდული ბრალდებით, კი აკავებდნენ, მაგრამ უშვებდნენ მალევე. მე ვიცახი ეროვნული მოძრაობის დასაწყისში. ხო და ეს რომ ყველა ლიდერი აბსურდული ბრალდებით, თან იქ ვინც ვერ ერკვევა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხო? იქ თავისუფლად შეეძლოთ ჯარიმა შეეფარდებინათ, ესაც არ ქნეს. და ამასაც არ კმაყოფილდებიან, უფრო შევწავიდეთ, ეს ლიდერები ხელახლა არის დაბარებული, რომ ხელახლა მსჯავრით დადონ და ხელახლა დააკავონ წულუკიანის ახირების გამო, ხო? ის უფრო მეტ შორს წავიდეთ. ამით წინ თქვა ყობახიძემ, რომ ვინცო კონსტიტუციას დაარღვევსო, რომ ყველა პასუხს აგებს. ახლა მარტივ კითხვას დავსვა. და თქვენც არ ჟურნალისტებს სულ კითხულობთ ამას, ხო? აი, საგამოძიებო კომისია რო შეიქმნას კანონის საფუძველზე, საჭიროა ოპოზიციიდან ნახევარი მაინც უნდა იყოს. ვინ არის წულუკიანის საგამოძიებო მაგაზე პასუხი ჰქონდა გუშინ ყობახიძეს, რომ შემოსულიყვნენ და იქნება. არა, მომისმინეთ ერთად შემოსულიყვნენ კი არა. აი, იმაზე კი არა, რომ მაისურზე დაიწერს ახლა სოზარ სუბარი ოპოზიციას და ოპოზიცია ხდება და ესე არ ხდება. ოპოზიციის და ხალხის მანდატით მინიჭებ თუ გაყალბების არჩევნების გაყალბებული არჩევნების მიუხედავად მისი სტანდარტით, ქოცის სტანდარტით ვიძახი, რომ იქო ოპოზიციის მანდატით შესული არავინ არ არის იმ კომისიაში, სოზარ სუბარი ქოცზე მეტი ქოცია, რისი ოპოზიცია არის. ერთი წინააღმდეგ არ აქვს ცხოვრებაში ხმა მიცემული ქართული ოცნების, როგორ შეიძლება კონსტიტუცია გადააქციო აბსურდად და გიორგი ვაშაძეს და ამ ლიდერებს პასუხი მოთხოვა, რომ რატო არ აღიარებ წულუკიანის კომისიას. მოდი დავანებოთ არჩევნები მოგწონს, არ მოგწონს, ვაღიარეთ თუ არა შედეგი. აი კონსტიტუციის მიხედვით ვთქვათ, აი ყობახიძის წიგნში რაც უწერია ის ვთქვათ, რომ ეს არის საგამოძიებო კომისია არის ბერკეტი ოპოზიციის ხელში ხელისუფლების კონტროლის. ეხა ხელისუფლების კონტროლი მიდის ამ კომისიით, თუ პირდაპირ რეპრესიული მექანიზმის გამოყენება ხდება. აი როდის იმარჯვებს რეჟიმი კიდევ ერთხელ, თუ ბევრი ადამიანი გვიყურებს, რა თქმა უნდა. მათ უნდათ რომ ჩვენ ვთქვათ რომ არაფერი არ შეიცვლება და ვთქვათ რომ всё, შევეგუოთ, ხელი ჩამოუშვით და არა და გამოსავალი პოლიტიკურ მესიაში კი არ არის, ანუ ვიღაცამ თავი დადო, ამაში კი არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ყველამ ვიპოვოთ ჩვენ თავში ძალა და ვთქვათ, რომ არ ვემორჩილები რეჟიმს და არა. აი, როცა არ ვემორჩილები რეჟიმს ნიშნავს იმას, რომ პროტესტი ისევ უნდა აზრდეს ქუჩებში, ამას გულისხმობთ. კი, მე ჩვენ მაგალითად კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ უჭერდით ამას ხარს და ეხლაც უფრო მეტად გიორგი ვაშაძემ ესე ვთქვათ, ბოლო სიტყვები ეს იყო, რომ ვიბძვით ერთიანობით ღირსებით და ბოლომდე. ანუ ერთიანობის გარეშე არ გამოვა. ჩვენ თუ ერთმანეთის კინკლაობაში გადავაყოლეთ ეს დრო დავკარგეთ სამწუხაროდ. უარესი მოხდება და რა უნდა იყოს გამოსავალი? ყველა მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, პროფესიისა, არ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკოსების საქმე. არ ვართ იმ ეტაპზე, რომ მარტო პოლიტიკოსების საქმე იყოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ეხლა ყველამ უნდა გავერთიანდეთ და მე მომხრევარ იმისიც, რომ კონკრეტული თარიღი ვთქვათ და შევიკრიბოთ და ბოლომდე დავაყენოთ მოთხოვნები. რაც არის ნამდვილი რა არის მოთხოვნა? მოთხოვნა უნდა იყოს ახალი სამართლიანი არჩევნების, სამართლიანი წესებით, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი მშვიდობის მომტანი არ არის ქართული ოცნება. არანაირ მშვიდობას ვერ მოიტანს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ირანის გზა, რუსეთის გზა, რომელიც გადის სიკვდილზე და ომზე. და აი ამას უმზადებენ საქართველოს და ვისაც ეს არ გვინდა, ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად. ამის აი თითქოს ქმნის ქართული ოცნება იმის ილუზიას, რომ ყველა ბერკეტი მთელი სრული კარტ-ბლანში აქვს ყველაფერზე აღებული, თავისი ცხოვრებით მიდის, ცვლის კანონებს, მაგალითად მედიის თავისუფლების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, შეზღუდვების სასამართლო პროცესების გადაღებასთან დაკავშირებით, როდესაც სასამართლოს კარი იკეტება, მოსამართლეებისთვის გაზრდილი ხელფასები და უფრო გაზრდილი ვადები მათ მოსამართლედ ყოფნის. აი ამის პარალელურად რა რესურსი აქვს ახლა ოპოზიციას დაუპირისპირდეს იმას, რასაც თქვენ ავტორიტარიზმის დაკანონებას ეძახით? ნახეთ, პირველი სიმართლე და უმრავლესობა. ჩვენ ვართ მეტი.
რეჟიმი რომ მაგას გძნობს, რომ არა აქვს უმრავლესობის ხარდაჭერა, ამიტომ არ მოდის არჩევნებზე და ამიტომ ცდილობს, რომ აქტიური ადამიანები, ლიდერები ესე ვთქვათ, იზოლაცია მოხდეს. აი არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ავტოკრატიაზე და ხშირად გქონდათ მაგ არგუმენტი, რომ აი თუ ავტოკრატია ამბობს, ლიდერებს რატო არ იჭერენ არც ერთ ლიდერს? აი დაკავებულები არიან ლიდერები. გვეშველა მაგით? აი ერთ რამე ვთქვათ რა, ზოგჯერ არის თუ ძალიან მოდურია და პოპულარული იყო გარკვეულ პერიოდში, აი ლიდერების ვაბრალებდით ყველაფერს ლიდერების ბრალია. ხო ნახეთ ახლა რომ ეს ლიდერი არც ერთ ლიდერი არსად არ წავიდა, დადგა ბოლომდე პრინციპულად და ეხლა ციხეშიც კი ციხიდანაც კი ბოლომდე. ამ ლიდერების ციხეში ჩასმით გამოაცალა თუ არა პარტიებს საყრდენი და ბრძოლის ესეთი მთავარი მიმართულების. რა თქმა უნდა გამოაცალა, მაგრამ ჩვენ თუ ვნახავთ ავტოკრატიების ისტორიას, ვამბობ ქრესტომატიასავით არის, აი მაგალითად პინოჩეტთან რა მოხდა, ჩაუშესკუს შემთხვევაში რა მოხდა, მილოშევიჩის შემთხვევაში რა მოხდა, ანუ ეს არის როცა ლიდერების დაჭერას იწყებს, ლიდერების დაჭერა, მედიის დახურვა, მედიაზე გადაკვრა სკოჩის, ეს არ არის ძალის დემონსტრირება. ეს არის რეჟიმი გძნობს თავის სისუსტეს, თავის მოახლოვებულ აღსასრულს და ცდილობს რომ როგორმე ყოველი დღე მოგვიქოს და გაიხანძილოს ხელისუფლების ყოფნა. რა აძლიერებს რეჟიმს? მოდი ამაზე ვიტყვი პირდაპირ. რეჟიმს აძლიერებს რა? რეჟიმს არ უნდა რომ ჩვენ ერთად ვიყოთ. რეჟიმისთვის ერთად არჩევნებში გასვლაც პრობლემა არის, თუნდაც თვითმმართველობაში და რეჟიმისთვის პრობლემა არის ერთად დადგომა. უკავშირდებოდა ეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაანონსებას. ნახეთ, რეჟიმის ამოცანა ყოველთვის არის ივანიშვილის ზაკვარია ასეთი რეჟიმების, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვინც შესვლა, ვინც უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ვის არ უნდა არჩევნებში მონაწილეობა და ეს ენერგიები ერთმანეთში გავლიოთ, ერთმანეთთან კონკურენციაში, ერთმანეთის ლანძღვაში დავხარჯოთ. ხალხო არ დგას საკითხი თვითმმართველობა, არა თვითმმართველობა, არ დგას საკითხი რომ 2000 ასე ვთქვათ არჩევნების დღემდე არაფერი არ გავაკეთოთ. ჩვენ ყოველი დღე უნდა მოუგოთ რეჟიმს და როგორ უნდა მოუგებთ ერთიანობით. ერთიანი პოლიტიკური დღესაზრისი უნდა შექმნათ. მესიჯებიც კი არა გვაქვს, საერთოდ. უფრო მეც კაცო ფოტო არ არსებობს. ლიდერების ერთად გადაღებული ფოტო არ არსებობს. ალბათ ციხეში გადაიღებენ ახლა. ეგეც ხო პრობლემა არის სინამდვილეში. მართლა პრობლემა არის. ხალხო დაამთავრდა ვიწრო პარტიულ დრო. გიორგი ვაჟაძის როლი ამაში ძალიან ასე ვთქვათ, ერთად სურათი რო არ გვაქვს, საერთოდ არ არის, იმიტომ პირიქით სალომე ზურაბიშვილის ფორმატში ვცდილობდით პატატის და სურათები არ წყვეტს, არა, მე სიმბოლურად ვიძახი ამას თუ არა, განა არ ვიცი ასე. ქმედითი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას ოპოზიციამაც ალბათ და ხალხმაც, ხომ ასეა? კი. ანუ არ უნდა გავყოთ ოპოზიცია და ხალხი. მე მგონი დღეს იმ ნიშნულთან მივედით, ეს დაკავებებიც ამას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტიული პოლიტიკისთვის ვიწრო პარტიული სივრცე არ რჩება. ეხლა არის ერთიანობის დრო, ეხლა არის პასუხისმგებლობის აღების დრო. რატომ არ ანონსდება თუნდაც რომ როგორც კონკრეტული თარიღი, სადაც ვამბობთ, რომ ვაყენებთ ამ მოთხოვნებს, თუ ეს მოთხოვნები არ დგება, ვიბძვით ბოლომდე. რა პრობლემა არის ამის? იმიტომ რომ არავინ ცალ-ცალკე ვიყავით, ყველა და პასუხისმგებლობას არ იღებდა. ეხლა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა კონკრეტულად. ამაზე შეჯერდით ამ დღეებში, როდესაც ყველაზე რთული პერიოდები. მე მგონი იძულებული ხელისუფლება თვითონ გვაერთიანებს, ასე ვთქვათ, ხო? ლიდერები გაერთიანა საპატიმროში და ჩვენც იძულებული ვართ ეხლა, უკვე ჩვენ აკლებოთა რამდენიმე პარტია, რამდენიმე ასე ვთქვათ, ჩვენ არასდროს არ გქონია ვიწრო პარტიული დღესასწაული, ჩვენ ყოველთვის ერთიანობის მომხრე ადამიანები ვიყავით და ამ აზრმა გაიმარჯვა საბოლოო ჯამში. გუშინდელზე რაც შეეხება, გუშინ იმაზე მაინც შევთანხმდით, რომ მოდი ერთმანეთთან მორატორიუმი გქონდეს და მორატორიუმი და ერთმანეთი მაინც არ ვლანძღოთ აბსურდის გამო. შეიძლება განსხვავებები არსებობდეს, მაგრამ კიდევ ერთი დაბარება და არა მხოლოდ გიორგი ვაშაძის, თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ახლა გისოსებს მიღმა არის, კიდევ ერთხელ დაიბარა წოლუკიანმა კომისიის ხდომაზე და მან გუშინ გარკვევით თქვა, რომ თუ კი ისინი არ მივლენ, იქნება ახალი ბრალი. რას ელოდებით, სადამდე უნდა მივიდეს ქართული ოცნება, არის თუ არა შესაძლებელი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს კიდევ დაემატოთ რამდენიმე თვე? არ გამოვრიცხავ ამას, რომ ეს არა ის ლიდერები მაგალითად გიორგი ვაშაძეს გააზრებული ჰქონდა, რომ 7 თვით შეიძლება არ მიდიოდეს და უფრო დიდხანს მოუწიოს ამ ვთქვათ რეჟიმს სურვილი ჰქონდეს უფრო დიდხანს დაკავების, მაგრამ მე ჩემი სურვილი არის და ყველაფერს გავაკეთებ ჩვენ იმისთვის, რომ 7 თვე არ გაგრძელდეს, იმიტომ რომ ყველა დღე პათეტიკის გარეშე ვამბობ და დაფრთხობის გარეშე ხალხის რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნა არის ზიანი საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ აი გუშინდელი ევროპაში რაც ხდებოდა, იმის წინ რაც ხდებოდა, ეხლა საუბარი არის საქართველოს უნდა გაუჩერდეს უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლას ქართველი მარტო ტურისტულად ხო არ იყენებს. ქართველები იყენებენ, მე ვიცნობ უამრავ ადამიანს, ონკოლოგ პაციენტი მიდის, იქ ვიღაცა სასწავლებლად მიდის, ანუ ამ სივრცეს საერთოდ კეტავენ და რაღაცა ივანიშვილის ასე ვთქვათ ჭაობათ უნდა გადაიქცეს ეს ყველაფერი და თვითონ გადაწყვეტს მე ვინ გადარჩება, ვინ დაიჭირონ, ვინ აი აქამდე მივდივართ და
სად არის ზღვარი? აი ვეკითხებ მოქალაქეებს, როცა უნდა ვთქვათ, რომ მართლა საკმარისია. მაგრამ აი ეს უნდა ვთქვათ. ეს ზღვარი დადგა და რა როლი აქვს ახლა საერთაშორისო საზოგადოებას აი ამ პროცესში, როდესაც უკვე ოპონენტების ციხეში გაშვება მოხდა? აი ერთ შეცდომას უშვებს კიდე ბევრი ადამიანი, მაგალითად როცა ვესაუბრები, ამათ გონიათ რომ დიქტატურა ნიშნავს რომ აი სამხედრო ფორმიანი ადამიანი უნდა დარბოდეს ტანკით ქუჩაში და უნდა სრესტდეს ადამიანებს, ან უნდა ხრეტდეს კედლებთან. ესეთი რამე არ ხდება, შეიფუთა დიქტატურის სახე დღეს. დღეს ამას დიქტატურას ჰიბრიდული სახე აქვს, მაგრამ ის რაც ხდება რომ ლიდერებს აკავებენ, ახალგაზრდებს აკავებენ, თავისუფალი სიტყვის გამოთქმის გამო მედიებს აჯარიმებენ. შეიძლება საერთოდ სასამართლო სხდომების გაშუქებას ვერ შევძლებთ Facebook პოსტის გამო გაკავებენ. აბა მეტი რა ხდება ირანში? სულ მაგას ვამბობ, აი ირანის რეჟიმი რო გამოცხადებულია ბოროტების ღერძად და ავტოკრატიად, იქ სხვა რამე კი არ ხდება. იქ რო ყავთ ეს ჰომეინეი, აქ ყავთ ივანიშვილი, არც ერთი არჩეული არ არის, ხო? და პრეზიდენტი ემორჩილება და პრემიერ-მინისტრი იმას. იგივე სისტემა არის, ფაქტიურად უბრალოდ სულიერ ლიდერს არ ეძახიან საჯაროდ ბიძინა ივანიშვილს, თუ არა, პირად ურთიერთობაში სულიერ ლიდერზე მეტია. კიდევ ერთხელ ვამბობ, გიორგი ვაშაძე რო დაიჭირეს, ამიტომ კი არ არის ბოლო ზღვარი. ბოლო ზღვარია, იმიტომ რომ საქართველოს პერსპექტივისთვის უფრო პატარა სივრცე რჩება და ამიტომ ყველამ ერთად ჩვენ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა და უნდა ვთქვათ, რომ საკმარისია, ასე გაგრძელება არ შეიძლება. სხვათა შორის პოლიტიკური ლიდერების გარდა გუშინ გვიან ღამით დააკავეს ზვიად რატიანიც, კიდევ ერთხელ დააკავეს ზვიად რატიანი და ბრალი, რომელსაც მას ედავებიან და უყენებენ დაახლოებით 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრდება იმ აქტივისტების რიცხვით ციხეში, რომელსაც ქართული ოცნება ციხეში უშვებს. მადლობა პაატა მანჯგალაძეს, გიორგი ვაშაძის გუნდის წევრი იყო დღის ამბების